თუმცა მცხეთა ყველა მიცის, მაგრამ ყველა დადის ერთი და იგივე რატომ გასაგებია სვეტი ცხოველი, ჯვრის მონასტერი, სამთავროს მონასტერი, ზოგი შიომღვიმეც და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ კარგად იცით და დაგვიჯერეთ რომ მცხეთაში არის ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი, საინტერესო ადგილი და დღევანდელ გადაცემაში მივეცდებით განახოთ ის ნაკლებად ცნობილი მცხეთა, რომელსაც ძალიან გაგვიხარდება თუ ეწვევით. გარდა ამისა, ჩვენ რაც დავთვალეთ, ამაზე ერთი გადაცემა საერთოდ არ იყოფა და მეორე გადაცემასაც ალბათ როცა დრო გვექნება გადავიღებთ. და ჩვენს მცხეთურ მოგზაურობას ვიწყებთ პირველივე ადგილით, რომელიც გვხვდება რუკაზე, ეს არის სოფელი კარსანი, რომელიც იდუმალებით და რაღაც ისეთი საინტერესო ამბებით არის აღსავსე. წავედით. კარსანი აუ, შემერჭო რაღაცები. რა ლამაზია. ვიპოვეთ? დავძვრებით ახლა ჩვენ. მე ბავშვობაში მახსოვს, რომ ერთხელ აქ ვარ მოხვედრილი ფეხით, თბილისიდან ფეხით ჩამოვედი მცხეთაში და უკან წავედი და მე და ჩემი მეგობრები ვიყავით და აი აქ ამოვძვერით, იმ დროს ხეები იყო უფრო პატარა და აქ ჩანდა რაღაც არ ვიცი რა, ქვები იყო თუ რა იყო, არ ვიცი და ახლა ვცდილობთ აღვიდგინოთ რა იყო აქ და საერთოდ არის თუ არა. მოკლედ, მცხეთა არ არის მხოლოდ მცხეთა რა დღეს ვიცით. მცხეთა ეწოდებოდა იყო მცხეთა და გარდა ამისა ძალიან ბევრი უბანი და არსებობდა ასევე დიდი მცხეთა, რომელიც მოიცავდა რამოდენიმე კვადრატულ კილომეტრს მცხეთის გარშემო. და ახლა სადაც ჩვენ ვართ და უკვე ვხედავ რა აი გზას, აი თბილისიდან რომ შემოვდივართ, აი წამოდი ვნახოთ. აი თბილისიდან რომ შემოვდივართ. ხედავ, აი წეს. ანუ სანამ სალობიესთან მიხვალთ. მარჯვენა მხარეს არის ძველი სამარხების ნაკვალევი, აი. ეს ჩვენთვის დაუგეგმავი მიზეზად თქვა შემოსვლა, რადგან ირინეს გაახსენდა და შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ ვერ მოვიძე ჯერჯერობით ინფორმაცია, რომ ძალიან გავს არმაზის გათხრებს და აი სადაც ცნობილი ბილინგუ, ანუ ორენოვანი წარწერა ბილინგვა არის აღმოჩენილი, არმაზის ბილინგვა, ზუსტად იქ არის ესეთი სამარხები. სავარაუდოდ ეს შესაძლებელი იყოს დაახლოებით 2000 წლის პლუს მინუს და განსასვენებელი, აი აქედან იწყება კარსანი უკვე ზევით. აქ შეძრომა არ ვიცი, მაგრამ იქნება აქეთ მხარეს გადავიდეთ. აუ, აქ რა ამხელებია, ნახე, ასეთი ამხელა მართლა არ მახსოვდა. ხილათ აქ ისინია, ეკლებიანია. რაიმე რამხელა ყოფილა. აუ, ამხელა მართლა არ მახსოვდა ეს. ეს და ნახე, იქითაც არის. აქეთ გაყოლებაზეც გრძელდება. რაიმე იქ ნახე კიდე, იქ ნახე რამდენია. სამარხი იდეალურად შემორჩენილი პატარა გორაკზე, ნახეთ, როგორი სიმეტრია, განსასვენებელი, დიდგვაროვნის განსასვენებელი იქნებოდა, როგორც აღნიშნეთ, გავს იმას, რაც არის აღმოჩენილი მცხეთის სხვა ნაწილებში. დიდი ქვები იჭრებოდა სიმეტრიულად, ლაგდებოდა, როგორც შესასვენებელი და აი ზევიდან ეფარებოდა ასევე დიდი 1, 2 ან 3 ქვა გააჩნია, თქვათ რა რისი საშუალება არსებობდა. მოგე თუ არ დაგვეხება, ყველაფერი კარგია. აი კიდე, აი ათობით რამოდენიმე ათეული საფლავი, აი ესეთ საფლავი ესა რასაც ახლა უყურებთ. ერთ-ერთ წინა გადაცემაში აკადემიებზე ქონდა საუბარი,
გახსოვთ ალბათ, ვინცაც არ აქვს ნანახი უყურეთ წილკანზე, კარგი გადაცემა გამოვიდა. აი ესეც ხდებოდა ამ 4-რა ჩადგმა მიწაში, ქვედაფენა არა, აი გვერდიდან 2 გრძელი და 2 შედარებით განივი და ზევიდან ამ შემთხვევაში დაფარებული აქვს 1, 2, მესამე ქვა არის ეს, აი ეს გადმოდებულია აი აქ. აი ვნახულობ ახლა აი დაახლოებით თლაც ზუსტად არა, მაგრამ აი შეხე სამხრეთი ანუ სამხრეთი ჩრდილოეთის აი ნახე ესე კი არ არის, აი ესე ცოტა განივად არის. სამხრეთი ჩრდილოეთის მიმართულებით არის. ასე ვთქვათ, გათხრილი ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველა საფლავი რაც ახლა აკადემები რაოდენობა ჩაწერა რომ დავიწყეთ, თქვით რამოდენიმე ათეული. არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება იყოს არ ვიცი, 100 მეტი მაგაზე ინფორმაცია თუ ვინმეს გააქვთ კონკრეტულად ამ ადგილთან დაკავშირებით, თქვათ მოგწეროთ. და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის წინა ქრისტიანული სამარხები. წინა ქრისტიანული სამარხები. ანუ ვივარაუდო სადღაც 2000-1800 წლის წინანდელი. გადმოცემის თანახმად კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა მამამთავარი ქართლოსი. ქართული საისტორიო საეკლესიო ტრადიციის მიხედვით იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისგან დევნილი ებრაული თემისთვის მიუციათ კარსანი სამკვიდროდ. ბოლო საუკუნეების მანძილზე აქ განვითარებულ მოვლენებსაც მალე მოგიყვებით. ახლა მოვედით ძალიან საინტერესო ადგილას. ჩვენს უკან მდებარე შენობა 1904 წელს აშენდა და აქ იყო განთავსებული გეოფიზიკური ობსერვატორია. აქ აგროვებდნენ მონაცემებს. ობსერვატორია 30-იან წლებამდე ფუნქციონირებდა და შემდეგ მოუწიათ მისი გადატანა დუშეთში, იმიტომ რომ აქ არსებულ რკინიგზაზე ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები და ეს მიწისქვეშა ბიძგები არ აძლევდა საშუალებას, რომ სწორი მონაცემები მიეღოთ ამინთან დაკავშირებით. ხოლო მას შემდეგ რაც აქ დაიწყო, ეს უკვე ნახევრად ლეგენდარულ კატეგორიას განეკუთვნება და ცოტა საშიშიც. საშიშიც, მაგრამ ნამდვილად როგორ არის ყვამლი უცეცხლად არ ჩნდებაო. ზუსტად იგივე ამბავია, ნამდვილად ვიცით რომ აქ არსებობდა საიდუმლო ლაბორატორია, მაგრამ ამას აქვს რამდენიმე ვერსია, ლავრენტი ბერიას ბრძანებით ჯერ კიდევ 30-იან წლების ბოლოს დაარსებულა აქ ლაბორატორია, რადიოქიმიური დაკვირვება, თუ ატომური, თუ სხვადასხვა მიმართულების კვლევებს ახორციელებდნენ. ის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტიც გახლავთ ის, რომ აქედან მოხდა 30-იან წლების ბოლოს მოსახლეობის გასახლება, რომ გამოსხივ, ხო, სრულად გასახლებული იქნა მოსახლეობა. გარდა გასათვალისწინებელი ისიც, რომ კარსანი ცხეთის მიდამოებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი გახლდათ მანამდე. და რა თქმა უნდა, შესაძლებელი რომ აქ მართლა მიმდინარეობდა ისეთი კვლევები, რაც საშიში იყო ადამიანების ჯანმრთელობისთვის, თითქოს საიდუმლო იარაღს ქმნიდნენ, თითქოს აქ იყო, თქვათ, მცენარეებზე, თქვათ, გენმოდიფიცირებული დასხივებას აკეთებდნენ, რომ თქვათ, უფრო უკეთესი მოსავალი მიიღოთ. მოკლედ, ძალიან ბევრ საინტერესო ვერსიას მოისმენთ, მაგრამ სამწუხაროდ დოკუმენტირებულად ჯერ ეს არ ვიცით. შეიძლება ვიღაცამ იცოდეს, მაგრამ ანუ მოკლედ საიდუმლო ადგილი იყო და აქ ვერ ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა თავის დროზე. ქიმიური ლაბორატორიის შემდეგ აქ იყო გახსნილი კიდევ ტუბ დისპანსერი. ძალიან ისე ლოგიკური გადასვლა ხო და ადამიანები რომლებიც ავადმყოფობდნენ მოყავდათ სადაც დასხივება ხდებოდა. ეს უკვე ტუბ დისპანსერის ფრადარი უკვე როცა და ჩანსი გადაღების კვალი და ხო გასაგებია.
სავარაუდოდ ეს არის ის ორმო, სადაც ათავსებდნენ ტუბერკულოზით გარდაცვლილ ხალხს. Რა თქმა უნდა, ეს იყო მთლიანად დალუქული და ჩვენ დროს ეს შეუძლებელია რომ გავხსნათ, ფაქტობრივად ტუბერკულოზია შიგნით. არ ვიცი რამდენი საუკუნეები ცოცხლობს ეს დაავადება, ეს ნეულება, მაგრამ იქ ჩასვლა ალბათ ძალიან სახიფათო იქნება და თავს შევიკავებთ. მაგრამ არის კიდევ რამდენიმე დამხმარე შენობა, რომელიც აქ მოგვიანებით იყო აშენებული უკვე 30-იან წლებში და ვეცდებით ის ნაგებობები ვიპოვოთ. ეს რა არის? ნახე? ოპა, ეს რა არის? დერეფანში შედის ეს. მართლა? აი შეხედე, სივრცეა შიგნი. მოიცა? აუ შენ გადახვიდე კამერაში ყავი რა. არა კამერას კი შევყოფ, მაგრამ ოპა. მოდი გამინოთ რა. აუ გეხვეწოდი არ შეხვიდე რა. რა პრობლემაა? ამ ცხოველი იქნება? ცხოველი არა, მაგრამ რა? ნახე, ხელი თითები ვართ ჩემო. საშინელი. გეუბნები დღევანდელი მისტიკა გამოგვდის. აუ არა, მე მგონია რომ ძალიან საშიშია. ეს არის დერეფანი, საიდუმლო შესასვლელს გავს, ნახე. მოდი, და შეიძლება უკავშირდება იმ თავაზ, რაც ნახეთ ინფორმაცია სხვაგან. ხო, მაგრამ. აი, მოდი, ერთ წუთს შევხედავ რა. დამიჭირე. თუმცა არ მინდა. ოჰო. ვაი, წრიული არის, ნახე? შეხე? წრეა. ოწრე კი არის, მაგრამ საშიში არ იყოს რამე. შეხე? ხო, მაგრამ რამე რადიოაქტიული რაღაცები არ იყოს მანდ. ეს არის, ნახეთ, რაღაც ოქტაგონის ფორმა აქვს, შეიძლება სხვა ვართ მიწის ქვეშ. აქ არის შენს მარცხნივ ვურსმანია და არ გაწიო თავი. ოი. ხო. თამაშები. აუ მოგკლავ რა. აი, უნდა წამოგეღო ფანრები რა. არ ვიცოდით ასეთი ამბავი თუ იქნებოდა, მაგრამ ანუ მართლა რამე რადიაციული ის არ იყოს აქ. აქ ნახე. მოდი, გავაკეთოთ. ძრე. საფალწინ. არა. კაი, მაშინ შენ გადაიღე. მოიცადე, არა, ერთი წამით. რასაკიდებია ესენი? არ ვიცი რასაკიდებია. რასაკიდი შეიძლება იყოს ეს. მე მაინც მგონია რომ არ უნდა დავდიოდეთ აქ. შეხე? გუეში ნახე. ეგ რა არის ეს? კიდე რაღაცა ამოშენებული შიგნით. ნახე, აქეთ გავდივართ. აქეთ ფართოვდება. ნახე. ეს ნატყვიარებია. აი მე გული გამისკდა. შემოსასვლელია ჩვეულებრივი. მე მგონი ეს არის ის შემოსასვლელი, რომელიც სურათი ქონს, იმის სურათი ქონდა ნანახი. შეიძლება. გული გაკი ჩვენ კიდე შემოდით უფრო საინტერესო. ეს რა ოთახია, რა საინტერესოა. ხო, ნახე. ხო, აშკარად ეს აი ეს არის, ნახე, აქ რო გვითხრეს რაღაც გათხრებს აწარმოებდნენ და დაიწამლნენო და გამოდი აქეთ. და როგორი აქ სავარაუდოდ აი ზუსტად ისეთ ფორმად მიგონი რაღაცა აშკარად საიდუმლო ლაბორატორიის სუნიანი ან რაც აქეთ კიდე გზავდება ნახე ტეჩი წამო იქითაც გავიდეთ
მე მაძალებენ ყოველივე ამას. აიცი რა არის? ერთ-ერთ ჩვენს წინა სერიაში ირინე კაკლდავებით იყო აღფრთოვანებული და ეხაც მე იცი რა არის? აკოდამა არ არის საჩიში და აქ საჩიშია. აუ ცეკველი ამტკივდა. აი ხან ვიგონებ რაღაცებს. შეხედე რამოდენიმე შემოსასვლელი აქვს. ნახე, 1 კარი, 2, 3 კარი ვნახეთ. ეს მოგეთ ვისაც გაინტერესებს მისტიკა, ვისაც გაინტერესებს. ხო და წამო აქედან გავიდეთ ახლა უკვე და სად? მართლა ვარ კარგად, არ გადაო. წამო გავიდეთ მე. გადი. ამოვისუნთ. რაც არ უნდა თქვა თუ არ თქვა, ლაბორატორია რაღაცის ნამდვილად იყო. შეიძლება არ გვაქვს თქვა მტკიცებულებები უტყუარი, მაგრამ ასეთი ტიპის შენობას არც ამინდის პროგნოზისათვის აშენებენ, არც ობსერვატორია სჭირდება და მით უმეტეს არც ტუბდის დისპანსერს. აქ მართლაც არსებობდა რაღაც საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც აწარმოებდა საიდუმლო კვლევებს, შესაძლოა ეს იყო აფეთქების მოდელირება, იარაღი, კაცმარიც იცი რა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თუ ვინმე ნახავს და უფრო მეტი იცის ამ მართლა საინტერესო და მისტიკურ ადგილზე, შეგვეხმიანეთ და კიდე გავაკეთეთ გადაცემას. მართლა ძალიან ცუდად აი მართლა თავბრუ დამეხვა, ყველაფერს გეფიცები. ისე ზოგადად ასეთ ადგილებში, სადაც არის ეჭვი, რომ არსებობდა რამე რადიოაქტიური ნივთიერება ან ნივთი, არ უნდა დავდიოდეთ საზომის გარეშე. მაგაში გეთანხმები. მოგეთ ჩვენ მოუზადებლად წამოვედით ახლა, მაგრამ როდესაც თქვენ წამოხვალთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რჩევები, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. წამოდი ახლა წრე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ის ლამაზი შესასვლელი გვაქვს, ერთი ფოტოთი რომელიც ვნახეთ, გახსოვს? გამოფხიზთ ის იყო იქ. რაღაცნაირად მიზიდავს, ახლა შესვლა მინდა ისევ. წამო, შევიდეთ და მე მეორე კარით სამი კარი ვნახეთ. და სხვა კარით გამოვიდეთ. კაი, წავით. არ არის მაზოხისტი ახლა ეს ადამიანი, მეშინიაო და შედის კიდე. მეშინა და კი არა თვითონ რომ ახლა. უბრალოდ იმის რომ რამე შეიძლება გამოჩნია და რაღაც მაიმუნობა იყოს. წადით მარჯვნივ წადი, იმიტომ ჩვენ მარცხნივ მოვედით. აქ ალბათ მიღებითაც ეს პირატული მიღებითაც და დავდიოდი. შესაძლებელი. ამის შიგნით არაფერი. გადავ. ამის შიგნით რა არის? ეს არის საინტერესო. კამერა შევყოთ შიგნით. არა, ვერ, იმიტომ რომ ამ ქვედა მხარეს, ანუ სულად და დალუქულია და ქვეშ აქვს რაღაც ამოშენებული. აი ეს არის ისთავრო შემოსასვლელი, ნახე? აი, მოდი აქეთ. აი, ეს არის ერთადერთი. აი ეს არის ღია, მომეცა? ოი, მე ნახე რა მხელა. აი ეს ღია, ნახე? ქვეშ ეს ერთი აი პატრა შემოსასვლელებს ხედავ? ესეთი აქ თითქმის ყველას დატანებული. ღმერთო, როგორი აკუსტიკაა, ნახე. ერთი წამით NR-ში 4 მაისი 58. ნახე, რუსულად წერია. შემწვარი ძაღლი ვჭამეთო? რა უბედურებაა? ჟარენოს მოკლედ სცენარი ვისაც გაინტერესებთ საშიში ფილმების ზუსტად აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ, მაგრამ აკუსტიკა აქვს საოცარი. კაი. იმღერებდა კაცი აქ. ოი. წამო.
როგორც კი გამოცდებით გეოფიზიკის ობსერვატორიას თუ საიდუმლო ლაბორატორიას, რომელიც ახლა უკვე ნახეთ, ამოდის გზა, რომელიც საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ ბოლოში უკვე საჭირო 4-4-ზე, მაგრამ ფეხი დიდი სავალი მანძილი აღარ რჩება. მან გზა გასაყარი ქონდა ერთი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მეორე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. დღეს გავაწყობთ რომ ამოსულით ყავით წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან, რადგან აქედან ეს ადგილი კარგად ჩანს გზიდან, განსაკუთრებით მცხეთიდან და როცა მივდივართ შიომღვიმის მიმართულებით მარცხენა მხარეს პატარა ტაძარია და დაახლოებით ეს არის გვიანდელი ფეოდალურ ხანაში აშენებული სავარაუდოდ მე-17-18 საუკუნეში და სხვა მონაცემები სამწუხაროდ არ გვაქვს. და ერთი რაც არის აღსანიშნავი, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ნინო ითვლება ქართველთა გამაქრისტიანებლად და მან ითამაშა გადამწყვეტი როლი საქართველოს გაქრისტიანებაში, მიუხედავად ამისა, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრები არ გვაქვს ბევრი. რაც მოვიძიე დაახლოებით არის 60-დან 80-მდე, საშუალოდ ახლად 70-მდე ეკლესია, მათ შორის სხვა შორის ახლად აშენებულით და უმეტესობა არის აშენებული აღმოსავლეთ საქართველოში და ამაში ესეც ლოგიკურია. სამწუხაროდ ტაძარში ვერ შევედით, რადგან დაკეტილია, მაგრამ აქედან იშლება არაჩვეულებრივი ხედები. ფაქტია, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჯვრიდან რაც ჩანს მცხეთა იმის ალტერნატიული ზუსტად საპირისპირო მიმართულებიდან უყურებთ ახლა ჩვენ მცხეთას. ახლა მოვედით ერთ ძალიან საინტერესო ადგილას, ეს არის არმაზის ციხე, იგივე ბაგინეთი, მაგრამ სანამ ავალთ და უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების ადგილს დავათვალიერებთ, მანამდე უნდა გაჩვენოთ ჩემი საყვარელი ადგილი, რომლის უნახავადაც არასოდეს არ ვტოვებ ამ ტერიტორიას. ეს გამოქვაბული, სადაც არის სამლოცველო, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე არის კლდეში. მოგეხსენებათ, რომ მე-4-5 საუკუნეებში, როდესაც უკვე მიღებული იყო ქრისტიანობა როგორც ოფიციალური რელიგია, ჯერ კიდევ მიდიოდა ბრძოლა ქრისტიანობის საწინააღმდეგო და სხვა გამოსავალი არ ქონდა ხალხს, პოულობდნენ ასეთ გამოქვაბულებს და აქ აკეთებდნენ ასეთ ვთქვათ სამლოცველოებს. ეს პერიოდი არის, როდესაც ჯერ კიდევ ზოროასტრიზმი საკმაოდ აგრესიულად უტევს ქრისტიანობას, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართლი იმყოფებოდა ირანის წნეხის ქვეშ, რაც ძალიან ნათლად ჩანს თუნდაც შუშანიკის წამებაში. აქედან ხედიც ისეთი იშლება, რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სვეტიცხოვლის საუკეთესო ხედი. ახლა ვართ ბაგინეთში. მეორნაირად არმაზციხე ბაგინეთი, ესე უფრო არის ცნობილი, უკადაც მარტივად მოსანიშნია და მოსაძებნია. მცხეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ აი ეს ადგილი და ხშირად სამეფო სასახლე და ძირითადი კულტურული ობიექტები სწორედ აი ამ მხარეს იყო, ვიდრე აი სადაც ჩემგან მარჯვნივ, თქვენგან მარცხნივ, ჩანს სადაც რასაც წარმოვიდგენთ ეხლა ძირითადად მცხეთა. მცხეთა ეს იყო ძალიან დიდი ქალაქი, მაშინდელი მასშტაბით რა თქმა უნდა. დიდი მცხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სწორედ ბაგინეთი, არმაზი, არმაზციხე, კარსანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ რა ვიცით ამ ადგილის შესახებ? პირველ რიგში ეს მდებარეობს ეს ადგილი
არმაზის კერპები, სადაც კერპი სადაც იდგა, ის ზევით, არმაზის კერპი სადაც იდგა, მარჯვნივ გაცდა გაიმ და სხვადასხვა პანთეონი ჰქონდა წარმართულ პერიოდში და ეს არის ბაგინეთის მთა და მის ძირში მდებარეობდა ფაქტობრივად დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ხშირ შემთხვევაში არმაზში და მცხეთაში ისხდნენ ორი მართველი, რომელიც სწორად იყოფდნენ არმაზელი და მცხეთელი მეფეებით. ესეთი დროც არსებობდა. სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის დედოფლის აბანო. ძალიან კარგად ჩანს სტრუქტურა. აბანო მაშინ კლასიკური გაგებით, ძირითადად როთმე წყალი, რომელიც თბებოდა, იყო რომაული სტილის ვეძახით და ესე მომრგვალებული არკები, წყალი შემოდიოდა აი იქით ამ მხრიდან ჩასკიდეთ მილი, თიხის რა თქმა უნდა, ქვევიდან ის რა თქმა უნდა თბებოდა და აი აქედან აქვს გამოსასვლელი სამ ადგილზე. და ამ ქალაქში ჩვენ გვხვდება ყველაფერი. აბანოები, სასახლის ნაშთები, საკულტო ნაგებობები და ზოგადად ყველაფერი ის, რაც სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება ქალაქს. წავედით და დავათვალიეროთ. ეს არის წყლის კოლექტორი. აი აქედან გამოდიოდა მილით წყალი და აქედან ნაწილდებოდა ორი მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში კეტავდნენ ერთ-ერთს ან ორივეს. და აქედან წყალი ხდებოდა სწორედ დედოფლის აბანოში. წარმოიდგინეთ, როგორი განვითარებული ტექნოლოგიები ჰქონდა მაშინაც კი რა. და რაც მთავარია, ჩემო ძვირფასო განსაკუთრებით კოლეგებო, როდესაც მცხეთას ვანახებ და ჩვენ მაყურებელსაც მცხეთა ყოველთვის წარმოუდგენია აი მშვენიერი დიდებული მცხეთის ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი და მაქსიმუმ სამთავრო, რომელიც აი ჩანს ყველაფერი ეხლა. მაგრამ მცხეთა გაცილებით დიდია, გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცები შეიძლება ვნახოთ და მცხეთას ხშირ შემთხვევაში ვაცნობთ როგორც მხოლოდ ქრისტიანულ კულტურის კერას. სინამდვილეში ქრისტიანობამდე ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო და სწორედ ამის დამადასტურებელია სწორედ აი ამ მხარეს, განსაკუთრებით ტურის მარჯვენა მხარეს. და აქედანაც ძალიან კარგად ჩანს ეს მშვენიერი ხედის შენაკადი მტკვრისა და არაგვის. მოვედით ახლა სამეფო აბანოში, რომელიც თარიღდება მე-3-მე-4 საუკუნით ქრისტეს შობიდან. ეს არის ცენტრალური შესასვლელი ამ აბანოში. აქ იყო გასახდელი მთლიანად ეს ტერიტორია. შემდეგ შევდივართ ცივ აბანოში. აი ესეთი დიდი ტერიტორია არის აქ და აი საოცრად თლილი ქვებია. ისე კარგად არის გამოთვლილი, დღესაც ვერ გააკეთებენ. შემდეგ გადავდივართ თბილ განყოფილებაში, თბილ აბანოში. შემდეგ გადმოვდივართ ცხელ აბანოში და უკვე იქით, სადაც მე ვერ გადავალ აქედან, იყო საცეცხლე ოთახი, სადაც თბებოდა წყალი. და კიდევ ერთი საინტერესო ოთახი აქვს ამ აბანოს. როგორც აღწერაში წერია გიმნაზიუმი, მაგრამ სავარაუდოდ ეს საჭორაო სალაყბო ოთახი იყო. ალბათ ეს საღამოობით დასხდებოდნენ ხოლმე და განიხილავდნენ ამბებს. აი ეს გიმნაზიუმი აი იქით კუთხეში არის. საკმაოდ ვრცელი ტერიტორია არის, ისე რომ ყველა დაეტეოდა აქ და ისაუბრებდნენ საქვეყნო საქმეებზე. არ არსებობდა საქართველოში ქალაქი კი არა, პატარა დასახლებული პუნქტი და სახლიც კი, სადაც არ იყო მარანი. რა თქმა უნდა, არმაზშიც იქნებოდა მარანი, ეს არის სამეფო მარანი, გასაგებია რატომაც. ხდება დაახლოებით 20-მდე ქვევრი. მარტო ეს ტერიტორია იყო, სხვაგანაც იყო, მაგრამ ეს იყო ცენტრალური მარანი, სადაც ინახავდნენ ღვინოს და პურს. ქვევრი არ გამოიყენებოდა მხოლოდ ღვინისთვის, ის იყო სხვა რამის შესანახადაც, როგორც მაცივარი. ის ღვინო, რომელიც არის აღმოჩენილი აქ, ძალიან წააგავს და ფაქტობრივად გენეტიკურად იმეორებს საფერავს. აქედან გამომდინარე, როცა ვსაუბრობთ ქართული ვაზის ჯიშებზე, ის არის ჩვენი დიდი ისტორია, როგორც მარნები და ზოგადად მეღვინეობა. და მნიშვნელოვანი ამბავი არის ისიც, რომ დღეს, როდესაც ქვევრს ამზადებენ ჩვენი თანამედროვე მექვევრეები, მისი უდიდესი ნაწილი, ასევე გარედან უკეთებენ დამატებით ჩრეს, რომ არ გაფუჭდეს, ვთქვათ,
ნესტმა არ გააფუჭოს. მოკლედ, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. თუ დავაკვირდებით ადრე, ესეთი პრაქტიკა არ იყო. პირდაპირ იყო თიხის ქვევრი, რომელიც იყო ჩადგმული აი სისქე, რა ვიცი, ნიშნავს, რომ მეთუნეობა საქართველოში იყო ძალიან განვითარებული, რისი დამადასტურებელიც არის ეს ყველაფერი. წავით ტაძარში. 6 აფსიდიანი. როგორ არის აფსიდი? 6 ნაწილიანი 6 რას ბოდიალობ რაღაცას 6 აფსიდიანი. ხანდახან ადამიანს გინდა ჭკვიანური თქვა რაღაცა და ჯობია რომ ხანდახან არაფერი თქვა. ეს არის ცენტრალური ტაძარი. ხშირ შემთხვევაში მოიხსენიებენ როგორც მთვარის ტაძარს და რატომ მთვარის ტაძარს? ამის თავზე, აი აქედან დაახლოებით 100 მეტრში იდგა არმაზის კერპი, რომელიც იყო მთვარის ღვთაება. ამის შესახებ ძალიან ბევრი ცნობა გვაქვს და აი ეს ყველაფერი უკავშირდება ასევე იბერიის ლეგენდარულ მეფე ფარნავას. ფარნავას ზოგადად ძალიან წირი წყარო გვაქვს და ძალიან ბევრი წყაროს გადამოწმება ჭირდება, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს ფარნავაზის იყო თუ სხვა ნებისმიერის ფაქტია, რომ აქ იყო მართველი, საკმაოდ ძლიერი, შეიქმნა ძალიან ძლიერი ინფრასტრუქტურა და მცხეთა, რომელიც მე-8, მე-7, მე-6, მე-5 საუკუნეებში ჩვენ წელიწადში არის როგორც დასახლებული პუნქტი, მე-4, მე-3 საუკუნიდან ის უკვე ფიქსირდება როგორც ძალიან განვითარებული ქალაქი. ბაგინეთი არის ძალიან დიდი, 30 ჰექტრამდეა ტერიტორია დაახლოებით. ეს არის არმაზციხის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ეძახიან ორ საკნიანს. ძალიან ხშირად ეს ერევათ ხოლმე ეკლესიაში, ტაძარში, ეს ასე არ არის, რადგან ის არ იყურება აღმოსავლეთ დასავლეთის მხარეს არც საკურთხეველი ჩანს, არც არაფერი. ეს იყო ერთ-ერთი ნაწილი, ჩანს ინფრასტრუქტურა, საცეცხლური ციხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და თუ გახსოვთ, მეგობრებო, ვისაც გაქვთ ნანახი ჩვენი გადაღებული საინტერესო სერია ციხია გორაზე, აი დავაკვირდეთ, აი აგურებს დააკვირდით და ქვებს და მის სისქეს. ძალიან გავს ერთმანეთს. ძალიან გავს ერთმანეთს და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცხეთა ციხიაგორა უფლისციხე ეს ქმნიდა ერთ დიდ სავაჭრო სივრცეს და მათ შორის დაშორება დაახლოებით თანაბარი იყო. ანუ ეს იყო დარბაზი, ხო? კი, ეს იყო დარბაზი. სანადიმო? სანადიმო და ეს იყო სასახლის ნაშთი. სხვათა შორის ბოლომდე ჯერ შესწავლილი არ არის. ანუ ეს თემა ამოუწურავია ჯერ კიდევ და დარწმუნებული ვარ გათხრები რომ გაგრძელდეს, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები შეიძლება მოვნახოთ. სხვათა შორის ამ ადგილს თავიდან ყურადღება მიაქცია დიმიტრი ბაქრაძემ, ძალიან ცნობილი მე-19 საუკუნის მოღვაწე, ისტორიკოსი, არქეოლოგი და ილია ჭავჭავაძე. ოღონდ მაშინ არ მომხდარა რაღაც ძირეული შესწავლა და შემდეგ უკვე 40-იან, 50-იან, 60-იან წლებში უკვე ჩუბინიშვილი, ნიკო მარი და სხვა დიდი ქართველი მეცნიერები, მიხედვით ნიკო მარი ფრანგული წარმოშობისა, მაინც გურულია. და შეისწავლეს ძირფესვიანად ეს როგორ ფიქრობ, სვეტები იყო, სახურავის დამჭერი თუ რამე სახურავის დამჭერი იყო, მეგობრებო, სავარაუდოდ სახურავი ქონდა ხის. და არ ჩანს აქ რომ ქვის სახურავი იყო, იმიტომ რომ ეს იგივე როგორც ციხიაგორაზე იყო. ზუსტად იგივე, აი ზუსტად იგივეა. ეს აქ იყო სვეტები, რომელიც იჭერდა, ეგრეთ წოდებული დედაბოძები, რომლებიც იჭერდა სახურავს. და დიდიც არის. ხო, საკმაოდ დიდია. ძალიან დიდია და აი სავარაუდოდ იქით ამ ხარეს უკვე იყო მომსახურე პერსონალი, ან უკვე იდგა, თქვათ, ჭურჭელი. ან შეიძლება და ყოფილიყო ამაღლებული ადგილი უფრო მაღალი დამკვრელებისთვის. არა, ჩვენ კი ხუმრობთ, მაგრამ რატომაც არა. თუ ამბობთ, რომ ქართული სიმღერა ძალიან ძველია, რატომაც არ მოისმენდნენ ახლა მცხეთელი და არმაზელი იბერიელი მეფეები, თქვათ, რატომაც ქართულ მრავალხმიანობას, ან რაღაცას მაინც. და აი ამ საოცარ და საინტერესო ადგილას ვამთავრებს დღევანდელ გადაცემას, თუმცა როგორც ალექსანდრე იტყვის ხოლმე, საქართველოს და საქართველოს ისტორია ამოუწურავია. არ მეყო, ცხეთა არ მეყო, მართლა არ მეყო, რამდენიმე დაგვრჩა ჯერ კიდევ ჩამოწერილი. ერთი-ორჯერ კიდევ სულ მცირე დავბრუნდებით. დავბრუნდებით, რათა გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი, ისე როგორც მას ეკადრება. დროებით.
ჯეირანის მომდევნო გადაცემაში ვიმოგზაურებთ რუსთავში. ვესტუმრებით რუსთავის ციხის არქეოლოგიურ გათხრებს და მოგითხრობთ ქალაქის სრულ ისტორიას.